ახლა განვიხილოთ გადახრისა და კონვენციის ცნებები. გადახრა არის ნულოვანი საფეხურის კითხველისთვის შესამჩნევი ცვლილება. ნულოვანი საფეხურის არსი ჩვენ უკვე ვიცით. გადახრის დეფინიციასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ორი სირთულე. ჯერ ერთი არსებობს განზრახ წარმოქმნილი ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ლექსიკონის ლაკუნების შევსებას. და როდესაც არ არსებობს საჭირო სიტყვა, ან ახალი უნდა მოვიგონოთ, ან გამოვიყენოთ ძველი სიტყვა ახალი ნიშნულობით. ამ დროს გამოყენებული ოპერაციები არაფრით განსხვავდება საკუთრივ რიტორიკული ოპერაციებისგან. მათ განასხვავებს მხოლოდ და მხოლოდ მიზანი. რიტორიკული შეიძლება ვუწოდოთ იმ ოპერაციებს, მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს პოეტური ეფექტის მოხდენას იაკობსონისეული გაგებით და რომლებიც გამოიყენება მაგალითად პოეზიაში იუმორისტული ეფექტის მისაღწევად, ასევე ჟარგონში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, გადახრა შედგება ორი ნაწილისგან. პირველში ხორციელდება გადასვლა არსებითი სემების ერთობლიობისგან რეალურად არსებულ ლექსიკურ ერთეულებზე. მეორეში ხორციელდება დამატებითი გადასვლა ახლა უკვე ენის სფეროში. ესაა გადასვლა ლექსიკონში არსებული ლექსიკური ერთეულების ერთობლიობიდან დისკურსის კონკრეტულ ლექსემებზე. მაგრამ გადახრის მხოლოდ მეორე შემადგენელი მიეკუთვნება საკუთრივ რიტორიკას. ერთი შეხედვით ამ ორი ნაწილის გამიჯვნა შეუძლებელია. მართლაც არსებითი სემა ჩვეულებრივ თავს იჩენს რამდენიმე ლექსემაში და შერჩევა ხორციელდება უარყოფის გზით, ანუ არაარსებითი სემების გამორიცხვის საშუალებით. ლექსემების არსებული ერთობლიობიდან რამდენიმე ლექსემა შეიძლება განხილულ იქნას როგორც რეალური ნულოვანი საფეხური. როგორც ჩანს, ძნელია ან შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, თუ რომელი მომენტიდან იწყება არაარსებითი სემების ერთობლიობის აღქმა გადახრის სახით. მაგრამ ეს სირთულეები ეხება მხოლოდ და მხოლოდ მეტასემებებს. გადახრების შეფასება გაცილებით იოლია მეტაპლაზმების და მეტატაქსისის სფეროში, თუმცა აქაც აუცილებელია ნორმატიული კრიტერიუმების შემოტანა. მაგრამ მეტალოგიზმების სფეროში ნულოვანი საფეხურის განსაზღვრა ძალზე ძნელია.